ვარდებზე რა უნდა ვთქვა? ყველაფერს ამბობს უკვე, მაგრამ ეს ის ჯიშია, აისბერგი, რომელიც გააუთავებლად ყვავის. ასეთი არც ერთი ჯიში არ არსებობს, რომელიც არ ავადდება, არაფერი არ ემართება, ფოთოლი ჯანმრთელია და სულ ყვავის. არ ვაჭარბებ ოღონდ, სულ. იცით რომელი ჯიშია? სასტუმრო ივერია, რა ქვია, ეხლა ქვია რედისონი მე მგონი. აი იმის წინ რომ კაფეა, შუშებიანი კაფე და დიდი ბუჩქები რომ დგას თეთრი. დეკემბერში რომ გაიარო, დეკემბერში ყვავის. იანვარში გაივლი, იანვარში ყვავის. ახლა ხომ ყვავის და ყვავის. და გავენ სხვათა შორის ამ ბოლო დროს აისბერგი ქვია ამ ჯიშს. ამისი ხვია რაც არსებობს და ეს დაბალი ვარდიც, აი ბაღის ვარდი. ეხლა აქ 2 წლის დარგულია და ნახე რა სანახავია. რამდენი კოკორი აქვს თან ერთ ღეროზე ამუაკ ღეროები, ართა ეს ერთი ძირი ეხლა. აი ეს მთლიანად ერთია. აი აქ. აქ იქნება ერთი 12 ძირი დარგული. და როგორი გულუხვი ყვავილობა იცის. არც ერთი ჯიში არ შეედრება. აისბერგია, უფრო საპარკო ჯიშია, ბაღებში ნაკლებად რგავენ, მაგრამ იმდენად უპრეტენზიოა, იმდენად თავდაუზოგავად ყვავის, აი ქოთნებშიც გაჩვენებთ რა შვება. ვამრავლებთ, კარგად კალმით მრავლდება, კარგად ყნობა არ ჭირდება, გადასარევად მრავლდება. და კარგად გაჩვენებთ ეხლა. ცნობილი ჯიშია, ედენ როუზი რომ ქვია. მაგის ნერგები არ გვაქვს. იმ წუთას დაიტაცებენ ხოლმე როგორც კი გამოჩნდება, ნახე რა სილამაზე. არ არსებობს ამაზე უკეთესი ჯიში მართლა არ ვიცი. ბევრი დადებითი თვისება აქვს. აი რამ ერთ ძირს რამდენი კოკორი აქვს ერთ შეხედე. ერთი ახლა მოვტეხი აგერ ამოღების დროს. აი ნახე, ჩაგუზგუზებულია. აქ ქოთნებით გვაქვს ჩაწყობილი. რომ ადამიანებს მოსწონთ. აი შეხედე როგორი ნერგებია. რა თქმა უნდა რომ გადაიყვავილებს, გადააჭრი, ახლებს ამოიტანს აყვავდება. იცოდეთ ეს ჯიში, აისბერგი გაამრავლეთ, იმიტომ რომ ღირს გასამრავლებლად. ესენი ხა შარშანდელი გამრავლებული კალმებია. შეხედე რა კარგია. აისბერგი ძალიან ცნობილი ჯიშია, ეს ჩემი მოგონილი არ არის. ყველა მიცის. შედარებით ნაკლებად ბუთხუზა ყვავილი აქვს, დიდად ბუთხუზა არ არის, მაგრამ თავდაუზოგავობით არც ერთი სხვა ჯიში არ შეედრება. ძალიან კაია. ნაკლებად სუნიანი, დიდად რო ვთქვათ, სურნელი არ აქვს. აქ ერთი ჯიშია, ფასტნახტი ქვია, მაიზენ ფასტნახტ. ძველი ჯიშია. ჩემი მასწავლებლისგან ჟუჟუნასგან მაქვს ეს ჯიში, მაიზენ ფასტნახტ. თითქმის ღამე ქვია. ქართულად თუ პირდაპირ თარგმნი, სახელი ხო არ ითარგმნება, მაგრამ პირდაპირ თუ თარგმნი ქვია თითქმის ღამე. ისეთი ფერია, მოიასამნისფრო, მობადრიჯნისფრო, მოლურჯო, რა ვიცი რა ქვია, არ ვიცი. მაგრამ აისბერგია დღეს ჩვენი სალაპარაკო ამ ვიდეოს თემა. აისბერგს არც ერთი არ ჯობია. იცნობდეთ ამ განსაკუთრებულ ჯიშს, ვარდის ჯიშს, აისბერგი.